ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლების თეთროსანი ხუცუბნის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. Ამ ეტაპზე 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. მანამდე კი სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 598,000 ლარია გამოყოფილი და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია მარჯინი ასრულებს. მიმდინარე წელს სასოფლო გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლების აჭი, შუახელეს, ხალათ-ჩაქვისთავი, ზედა-აჭყვისა და ეგრეთ წოდებული მე-7 რაიონის გზების რეაბილიტაცია იგეგმება. ვცდილობთ მაქსიმალურად მაღალხარისხიანი ასფალტის საფარი მოეწყოს. სამუშაოები შესრულება დაახლოებით 50% და გრძელდება, რომ ეს სამუშაოები დაახლოებით აგვისტოს ბოლოში დასრულდეს. მიმდინარე წლისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოხდება სხვადასხვა სოფლებში დაახლოებით 17 კილომეტრი გზის მოასფალტება. დღეს მიმდინარეობს გვარა თეთროსანი ხუცუბნის გზის მოასფალტება, მთლიანობაში 2150 მეტრის მოასფალტება მოხდება, რისთვისაც გამოყოფილია 600,000 ლარი, სამუშაოებს აწარმოებს კომპანია მარჯანი და მინდა გითხრათ, რომ ასევე დასაქმებული ძირითადი, ვინც მუშაობს აქვს, 99% არის ადგილობრივი მოსახლეობა და ვფიქრობ, რომ მომავალ წელშიც ქობულეთში გზები იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის.